გამარჯობათ, ძვირფასო ტელემოყოლებლებო. ეს არის მეორე გადაცემა 7 მარტი. ჩვენი პროექტი გორში, სათბური 3 ჰექტარი, სადაც ჩვენ მოყავს რამოდენიმე გიბრიდის პამიდორი, ესე იგი პრემიალური სეგმენტისთვის. ეს არის ჩერი, ეს არის ვარდისფერი პამიდორი, ეს არის ბიფები, მოგეთ ძალიან გემრიელი პამიდორი, რომელიც ჩვენ გვიყვარს და ამით ჩვენ გვინდა რომ გავიდეთ და დავიკავოთ პრემიალური ნიშა საზღვარგარეთ. ეს პროექტი არის ფედერალური ქსელისთვის, უკვე არის გვაქვს შეკვეთა როგორც იქნება ჩალაგებული, თავისი ყუთებით, ყველაფერი იქნება მოგვიანებით. მაგრამ დღეს უკვე თქვენ ხედავთ აი წინა გადაცემაში როგორც ამოვიდა ჩიტილი, ანუ მცენარე, ეხლა მიდის უკვე გადარგვის პროცესი. აქ ჩემთან ერთად არის ამ პროექტის ხელმძღვანელი ვასიკო საძაგლიშვილი. ვასიკო, აი რა პროცესი არის დღეს ტარდება? ახლა ჩიტილი მივიდა თავის კონდიციამდე, რომელიც მე შემდეგ უნდა გადავიდეს უკვე ეგრეთ წოდებულ კუბიკებში, სადაც გაივლის 3 კვირას, 3 კვირის მერე გადადის ბამბაზე. ეგრეთ წოდებულ გროუპებებზე და უკვე დაიწყება სრულფასოვანი ჰიდროპონიკის პროცესი. გადავიტანთ დაფარა თლიან სათბურს და შემდეგ დაიწყება ვეგეტაციური მოვლა მცენარის გახვევა, ფოთლის გაცვლა, ასე შემდეგ. როგორც დიმაშენ აღნიშნა, ეგ არის განსაკუთრებული უნიკალური ჯიშები, თავის გემონური თვისებებით, ჩვენ აქცენტი გემონურ თვისებებზე გადავიტანეთ პირველ ყოვლისა და ეს არის საკმაოდ ძვირი, მაგრამ საკმაოდ ძალიან ხარისხიანი პირველი კატეგორიის ჯიშების ბაზარზე ამაზე კარგი ჯიშები ფაქტობრივად დღეს საქართველოში არ არის, რაც ჩვენ მოყავს. იმედია შედეგი იქნება ძალიან კარგი. დიახ, ხო და ჩვენც გვინდა ეს პატარა მაგალითი არ არის, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით ეს არის პატარა მაგალითი. მაგრამ ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ რა შესაძლებლობა არის საქართველოში, რა გზით შეგვიძლია გავითარდეთ, შეიძლება დაიტვირთოს როგორც ეგეთი პროფესიონალური სათბური, აგრეთვე ისე რომ ვთქვათ, კუსტარული სათბურები, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივცეთ მიმართულება, რა მოვიყვანთ, სად გავყიდით. პატარა ანონსი, ესე იგი, იქთა კვირას ჩვენ წერთ ახალ გადაცემას, ჩვენ პარტნიორთან ერთად და განვიხილავთ ბაზის ტენდენციები ეწლიან კულტურებისთვის, ეს არის ტომატები, ეს არის წიწაკა, ბადრიჯანი და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი იქნება მიძღვნილი ჩვენ პოტენციალს, აი საქართველოს რა პოტენციალი აქვს, როგორც შიდა ბაზარზე, აგრეთვე გარე ბაზებზე. რა პროდუქტი უნდა მოვიყვანოთ, რომ პროდუქტი იყოს კონკურენტუნარიანი არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, ევროპაში და სხვა ქვეყნებში. და ეგრე ვითარდება ჩვენი საქმე. ამით დღეისთვის ეგ არის და მომავალ შეხვედრამდე, სადაც კვირაში 10 დღეში ჩავწერთ მორი გადაცემას.